გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 31 დეკემბერსა და 1 იანვარს გურჯაანში მოთოვს. ღამით კი კვლავ ყინვაა ნავარაუდები. ასეთი ამინი 2 იანვრის შუა დღემდე შენარჩუნდება. სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას შემდეგ დღეებშიც პროგნოზირებენ. 31-ში ხვალ არის დღის მეორე ნახევრიდან, უმეტეს რაიონში და ასე რომ კახეთშიც შესაძლებელია იყოს თოვლი თოვლტყაპი. ზოგიერთ რაიონში ღამით პირველში უკვე კილოცად წინასწარ დამდეგს და მრავალს დაესწარით. შესაძლებელია იყოს თოვლი ზოგიერთ რაიონში, გურჯაანში, თელავში შესაძლებლობა არსებობს რომ მოთოვოს. ჰაერის ტემპერატურა შენარჩუნებულია ისევ დაბალი 3-5 გრადუსი სითბო და ღამით იქნება ყინვა საღამოს დაახლოებით 5-3 გრადუსი. შემდეგ კვირის განმავლობაშიც ეს ყინვები შენარჩუნდება. არამდგრადი სიტუაცია მთელი საქართველოს მასშტაბით 2 იანვრის დღის პირველ ნახევრამდე. დღის მეორე ნახევრიდან შედარებით გამოიდარებს. 3-ში და 4-ში კახეთის რეგიონში გურჯაანი თელავი და იმის შესაძლებელია იყოს სუსტი თოვა. ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი ტემპერატურა დიდად ვერ მოიმატებს. ღამის ყინვები დაახლოებით 5-7 გრადუსი და დღისით აგრეთვე 5-7 გრადუსამდე სითბო.